ეთერში ახალი 12-ზე სტუდიაში თინა ბეგიაშვილი იწყებს მუშაობას. გამარჯობა. პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრა. ეს საზღვარგარეთ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ სტატუსით. როგორც დავით უსუფაშვილმა გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუმარტა, შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და სენატორებთან. მოეწყობა საჯარო გამოსვლები და იქნება შეხვედრების სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში შედიან თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგაცია საქართველოში მომავალ კვირას დაბრუნდება. ჩვენ ახალი მთავრობის, ახალი ხელისუფლების ახალ ხედვებს გავაცნობთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს იმისათვის, რომ გაღრმავდეს, გაძლიერდეს, კიდევ უფრო მყარი გახდეს ჩვენი ურთიერთობა, სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩემი ვიზიტის უშუალო ამოცანა არ არის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადება, თუმცა პარლამენტის ხელმძღვანელობის ჩასვლა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოსამზადებელი შეიძლება ჩაითვალოს იმაზრით, რომ ჩვენ ახალი მთავრობის კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკის ძირითადი მმართველობებს გავაცნობთ პარტნიორებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის ზუსტი თარიღი 18 მარტს ბიუროს ხდომაზე გამოცხადდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ თავად საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით საჯარო განხილვის კომისიის ბოლოს ხდომა გუშინ შედგა და უახლოეს დღეებში ჩატარდება იურიდიული კომიტეტის ხდომა, რომელიც დეკემბერში ინიცირებულ ტექსტს შეაჩერებს. ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ამ ტექსტთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა არ დათხოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ბოლო 6 თვის განმავლობაში, ესე რომ ეს ტექსტი იქნება შეჯერებული იმ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. უშიშროების ყოფილი მინისტრი საქართველოში დაბრუნდა. ვალერი ხაბურძანია პოლიტიკაში ჩართვასა და პრორუსული პარტიის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, ქვეყნის ამ მიმართულების საგარეო პოლიტიკას მხარს ამომრჩეველთა 15-20% დაუჭერს. ყოფილი მაღალჩინოსანი კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს გეგმავს. ვალერი ხაბურძანია მოქმედ მთავრობასთან თანამშრომლობას გამორიცხავს და მიზეზად მათ პროდასავლურ ორიენტაციას ასახელებს. ხაბურძანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ იმ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებაში შესვლით შეიძლება, რომლის შექმნასაც რუსეთის ფედერაცია რეგიონში გეგმავს. გარკვეული ვთქვათ ავტორიტეტი მქონდა, ვფიქრობდი, რომ 15-20%-იანი კანდიდატი შეიძლება ყოფილიყავი. პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირისპირება. 20%-ების გაზრდაზე დავიწყებთ მუშაობას, თუ ჩავერთვებით აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში. ვისაპირებთ და ვისთან? აი ვისთან იყო შეკითხვა? ვაპირებთ ალბათ ადგილობრივი თვითმმართველობის პერიოდისათვის გააქტიურებას და იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ქეთიმაც პრორუსულად დაასახელა, მათთან გვექნება კონსულტაციები, თუმცა ნინო ბურჯანაძის პარტია ცხადებს, რომ ის არ არის პრორუსული და ამ მიმართულებით არ სურს ჩართვა, მაგრამ დარჩება ვთქვათ კუკავას პარტია, იქნება კუკავას პარტია. ამ ხელისუფლებიდან ხო არ არის კონსულტაციები? არსებული ხელისუფლებიდან არა. გამორიცხული და ამ ხელისუფლებას აშკარად პროდასავლური ორიენტაცია აქვს. ანუ ფედერაციაში შესვლა არა, თუ შეიქმნება ევროკავშირის ტიპის გაერთიანება რეგიონალური, ამ რეგიონალურ გაერთიანებაზე რუსეთთან ერთად შესვლა, ჩვენ უნდა შევიდეთ იქ, სადაც ვერ უნდა შევიდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატული რეგიონები. ვერ უნდა შევიდნენ რა? ვერ უნდა შევიდნენ. ჩვენ უნდა დავასწროთ იქ შესვლა. ხუთ სამხედრო პოლიციელს, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შეუფარდა. ისინი პატიმრობიდან გირაოს თანხას გადახდის შემდეგ გათავისუფლებიან. გირაოს გადახდის ვადატკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გუშინდო პროცესი 15 დღე განსაზღვრა. ბრალდებულ თორნიკე გუნავას, ალექსანდრე გურჯუაშვილს და მერაბ მეტრეველს 10,000 ლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო მამუკა ზორწომიას და გიორგი სამუშიას 20,000 ლარის. ჩვენ ბრალდებულთა მიმართ ვითხოვდით აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩვენი შრომგულობა იყო საფუძვლიანი და დასაბუთებული. და რაც შეეხება გარემოებებს, შრომგულობაში ჩვენ ხონდა ჩამოყალიბებული თვითონ დანაშაულის ხასიათი, სიმძიმის, სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით. სასამართლომ ჩვენი შრომგულობა არ დააკმაყოფილა. ყველა ძირითადი ფაქტობრივი გარემოება ეს იყო, რომ საქმის ძირითადი ფიგურანტები, რომელიც ამ საქმეში არიან, დღეს მდგომარეობით იმყოფებიან მიმავალში და მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გარდა ამისა, ის მოწმეთა ბაზა, რომელიც საქმეზე იქნა დაკითხული, იყვნენ არიან
ბრალდებულთა ყოფილი თანამშრომლები. პროკურატურა ითხოვდა მკაცრად პატიმრობას, მათი არგუმენტები იყო, რომ შესაძლებელია მიმალვოდნენ გამოძიებას, ასევე ითხოვდნენ რამოდენიმე ადამიანებზე პასპორტების მოქმედების შეჩერებას. ჩვენი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მათ არ შეფარდებოდათ პატიმრობა, ვინაიდან ეს ადამიანები მთელი გამოძიების მანძილზე თანამშრომლობენ, მათ შეფარდებული აქვს სხვა შემთხვევაშიც გირაო, არ დაურღვევიათ არც ერთი აკვეთის სახით ღონისძიება, ისინი ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდნენ სასამართლოში და სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი, აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება. როსპატრიატნაძორის ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განცხადებით მან მიიღო მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვიზიტის კონკრეტულ თარიღს, არ გამოვრიცხավ, რომ ეს ხელშესახებ მომავალში მოხდეს, განუცხადა ონიშენკომ ინტერფაქს. მის თქმით, საქართველოში მოწვევა მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტისას მიიღო. აფხაზეთიდან დემდინი და სოციალურად დაუცველი 5 ოჯახი გუშინ-ღამით ავჭალაში ლიბანის 33 ნომერში შეიჭრა. აღნიშნულ შენობაში პოლიციის დეპარტამენტი იყო განთავსებული, თუმცა ამჟამად ის დაკეტილია. როგორც შეჭრილები განმარტავენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ დაპირდა ამ შენობის გადაცემას, როგორც კი ეკონომიკის სამინისტროდან იქნებოდა შესაბამისი ბრძანება გაცემული. თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამას აჭიანურებს. ამიტომ მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ ფართის გადაცემაზე უარს ეუბნებოდნენ, რის გამოც გადაწყვიტეს ძალით შენობაში შეჭრილიყვნენ. მათთან მოსალაპარაკებლად ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. ეს საქმე 5 თვეა მიმდინარეობს, 5 თვეა მივყვებით ამ ობიექტს. ეკონომიკის სამინისტრომ გადმოსცა სხვადასხვა ობიექტები, მაგრამ ლიბანის 33 არ გადმოსცა და არც ხელი მოაწერა მინისტრმა. ჩვენ განცხადება ეხლაც გვაქვს დაწერილი, 2 კვირა რომ ეკონომიკის მინისტრმა მიგვიღოს. აი ეხლა დაწერილი გვაქვს. და გაგვცეს ეს პასუხი, რატო არ მოაწერა? აი მიზეზი რა არის? ყველას მოგვეხსენებათ დევნილთა გასაჭირი, გამოსაცდელი მდგომარეობა, ამ ხალხისაც გვესმის ჩვენ რა თქმა უნდა და სამინისტრო მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ხალხის ინტერესები იქნეს დაცული და რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოხდეს მათი დაკმაყოფილება ფართებით. შეთანხმება მოხდა იმაზე, რომ ეს დევნილები ახლა ვინც უკანონოდ შემოიჭრა ამ ობიექტზე, თავიანთი ნებით ჩვენთან ერთად დატოვებენ აქაურობას. ორშაბათს ალბათ შევხვდებით ჩვენ ამ დევნილებს, ჩვენ სამინისტროს წარმომადგენლები და მოხდება გასაუბრება ჩვენ შორის და რაღაც კონსენსუსამდე ალბათ მივიღებთ. სამსახურიდან დათხოვნილ სასწრაფო დახმარების ექიმებს შიმშილობის მეოთხე დღეს კიდევ ერთი კოლეგა შეევერთათ. როგორც ზვიად ჭაბუკიანი განმარტავს, უშუალოდ ის არ გაუთავისუფლებია, თუმცა მიუხედავად ამისა მიიჩნევს, რომ მისი კოლეგების სამსახურიდან გაშვება უკანონოდ მოხდა, რის გამოც მათ სოლიდარობას უცხადებს და შიმშილობას იწყებს. თავად გათავისუფლებული ექიმები კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათთან სალაპარაკოდ არც ქალაქის მერიიდან და არც სამინისტროდან არავინ მისულა. ჩემი თანამშრომლები უკანონოდ თავისუფალი სიტყვის განთავისუფლებული არიან სამსახურიდან და მე სოლიდარობის მიზნით უერთდები მათ და მათთან ერთად ვიწყებ შიმშილობას. ჩემი პირადი მოთხოვნა არის ჩემი მეგობრების და კოლეგების სამსახურში დაბრუნება და აგრეთვე დღევანდელი ჩვენი ადმინისტრაციის დაკავებული თანამდებობებიდან წასვლა. ჩვენ ძალიან არ გვსურდა ის რაც ზვიადიმ გააკეთა, მაგრამ ზვიადიმ ეს გააკეთა თავისი ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე. დიდი მადლობელი ვართ რა თქმა უნდა ამისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვსურდა ნამდვილად რომ ისიც ჩართულიყო ამ პროცესში, მით უმეტეს რომ ის არის მოქმედი ექიმი და არ გვსურს რომ რამე პრობლემები შეექმნას მასაც სამსახურში. გუშინ-გვიან ღამით ზუგდიდის ცენტრალური უნივერმაღი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს აღებული 6,000 ლარის ღირებულების ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები. ბოროტმოქმედებს აღებული აქვთ ის ნივთები, რაც მეპატრონეებს დახლებზე დარჩათ. სეიფის გატეხვა კი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხეს. ქურდები შენობაში ცენტრალური კარიდან შევიდნენ, შენობის დარაჯი კი არაფრიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელსაც ახლა პოლიცია კითხავს. საქმეს ზუგდიდის რაიონული პოლიცია იძიებს. 12 გრამამდე არის იქ რა გრამი უხსოვეთ ოქრო არის ერთი 5 ცალის საყური და ერთი 4-5 ცალი ვერცხლის ნაკეთობა, თანაც 2 ცალი მარგალიტის მძივია. არ ვიცი არაფერი. მე რომ მოვედი მაშინ ეს იყო. დაცვა არ იყო. მე ახლა ანგარიშობდა, არ ვიცი. მე მგონი 3500 ლარამდე. ეს არის ვერცხლის ნაკეთობა. ვერცხლის ნაკეთობა, დიახ. ყოველწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება. მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლური კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლობებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დაალოცავს. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოველწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
გაიმართება 5:30-ზე. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს რიგით 27-დან ათლობა. რეგისტრაცია გაიარა 420 ბავშვმა. სულ მონათლულია 14,269 ბავშვი. ახალგაზრდა კულტურა მართლმადიდებლური მუსიკის აკადემია ასე ქვია ფესტივალს, რომელზეც ანსამბლი ბასიანი მიემგზავრება. ფესტივალი პეტერბურგში შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართება. პეტერბურგში 25 ანსამბლი 12 მარტს სოლო კონცერტს გამართავს. ფესტივალზე საგალობლები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდება. საერთაშორისო ფესტივალი ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტრის 300 წლის იუბილეს ეძღვნება. ანსამბლის წევრები პეტერბურგის კონსერვატორიის სტუდენტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი გასტროლი, ჩვენ მოგზაურობთ ძალიან ბევრს. ეხლა სულ ახალი ჩამოსულები ვართ ამერიკიდან, სადაც ერთი თვე ქონდა გასტროლი, თითქმის მთელი ამერიკა მოვიარეთ, ბოლოს ლინკოლნსენში დავამთავრეთ. ბოლო კონცერტი იყო ლინკოლნსენში, ნიუ-იორკში, შემდეგ პარიზში ქონდა სოლო კონცერტები, ეხლა პეტერბურგში მივიდივარ და ვაგრძელებთ ესეთ ჩვენ ტურნეებს. ჩვენი ანსამბლი პირველად მიემგზავრება პეტერბურგში. აქამდე ამ ქალაქში კონცერტები არ გაგვიმართავს არასოდეს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვემზადებით გულდასმით, იმიტომ რომ გამოსვლა გვაქვს პეტერბურგის ფილარმონიაში, ფილარმონიის დიდ დარბაზში და მოგეხსენებათ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს. კულტურის ცენტრში მუზა დოკუმენტური ფილმის საქართველოს პერსპექტივა პრემიერა გაიმართა. ფილმი ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის ფესტივალზე მონაწილეობას ასახავს. სამუსიკო სასწავლებლის გუნდი 2012 წელს სან-ფრანცისკოში საკონდო ფესტივალზე Golden Gate იმყოფებოდა, სადაც წარმატებას მიაღწია ფილმის რეჟისორი ტიმ ვიგენსია, რომელიც ფესტივალს აშუქებდა და სამუსიკო სასწავლებლის გუნდზე დოკუმენტური ფილმი თავისივე ინიციატივით გადაიღო. 2013 წელს გუნდი კიდევ ერთხელ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აიდაჰოს შტატის საერთაშორისო ფესტივალზე. საკმაოდ წარმატებით გამოვიდა ჩვენი გუნდი, ძალიან სასიხარულოა. ამასთან დაკავშირებით ოპერატორმა, რომელიც აშუქებდა ამ ფესტივალს, გადაწყვიტა დოკუმენტური ფილმის გადაღება ჩვენზე და მოკლედ გადაიღო ეს ფილმი, გამოგვიგზავნა და გვაქვს ამ ფილმის პრემიერა დღეს. ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო სან-ფრანცისკოში გამართულ Golden Gate ფესტივალზე და იმის გამო რომ ქართული მუსიკა აღმოჩნდა საკმაოდ განსხვავებული და უნიკალური ფესტივალის ჟიურისათვის და ასევე მაყურებლებისათვის, ფესტივალის ოპერატორმა გადაწყვიტა რომ ჩვენზე გააკეთებინა დოკუმენტური ფილმი საქართველოს პერსპექტივა. ეს იყო ახალი 12-ზე, ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 3 საათზე შევხვდებით. დროებით.